თბილისის მერია ტრამვაის ხაზის პროექტირების და მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახაკალაძის განცხადებით ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანი დიდი დიღმის მოსახლეობის მეტროპოლიტენთან დაკავშირება არის, შედეგადაც ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. დეპო გათვლილი იქნება 10+1 ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება ექსპლუატაციისთვის. დეპოში ასევე აშენდება მთავარი და დამხმარე საგანგებო საევაკუაციო გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, სერვის ცენტრის შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები. კატეგორიზაციის მიხედვით მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი. როდესაც გვეცოდინება თუ ვინ არის კომპანია, ვინ შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, მას მიეცემა 36 თვე იმისთვის, რომ მთლიანად პროექტი განახორციელოს.